პროექტი ორესტონსჯი სახელიდან გამომდინარე მიხვდებით ალბათ რაზე არის საუბარი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რესტორნებზე, არამედ არის ყველა კვების ობიექტზე, რაც კი შეიძლება იყოს თბილისში. მე ვარ გიორგი, ამ იდეის ავტორი, ჩვენ ორივე ვართ პროგრამისტები და ეს იდეა თავიდან ბოლომდე ჩვენ განვახორციელებთ და მომავალში ის ხედვა, რაც ჩვენ გაგვაჩნია ამ პროექტთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ ვთვლით, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი არის ამის გაკეთება ჩვენი ძალებით. რა შეგვიძლია თქვა, ჩვენი პროექტი უკვე არის რაღაც დონეზე განხორციელებული, ასე ვთქვათ, მუშა ვერსიაც გვაქვს. ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობ სერვისს, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი ტიპის ობიექტი, ტიპის მიხედვით, სამზარეულოს მიხედვით, ფასთა კატეგორიის მიხედვით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სია შეიძლება გაფილტრულ იქნას და მომხმარებელს შეუძლია, რომ მოძებნოს ის რესტორნები, რომლებიც კონკრეტულად მის მოთხოვნებს ადმოყოფილებენ, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ამ ეტაპზე გვაქვს განხორციელებული ღონისძიებების ზევნის სისტემა, თემის მიხედვით, მაგალითად რაღაც საახალწლო ღონისძიება და ასე შემდეგ, თარიღის მიხედვით, დროის მიხედვით და ასე შემდეგ. შემოთავაზებების ძებნის სისტემა გვაქვს. გარდა ამისა გვაქვს დინამიური მენიუ. დინამიურ მენიუში იგულისხმება, რომ არის ჩამონათვალი კერძების, ყველა რესტორანს ეს ინდივიდუალური აქვს, რა თქმა უნდა, არის კატეგორიები, ცხელი კერძები, ცივი კერძები და ასე შემდეგ და მომხმარებელს შეუძლია თავისი მენიუ შეადგინოს, საიტი ამას ავტომატურად უანგარიშებს, თუ რა ფასი დაჯდება ეს ყველაფერი. და ეს ასე ვთქვათ არ არის ის სახე, რომელიც საბოლოო სახე არის, ამის შეკვეთა შეიძლება ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. ასე გამოიყურება ამ ეტაპზე ჩვენი საიტი, როგორც ხედავთ, ზემოთ არის ძალიან ცეთი ვრცელი კრიტერიუმები იმისა, თუ როგორ შეუძლია მომხმარებელს აირჩიოს მენიუ, არის ვარსკვლავები, ანუ რაც მიუთითებს რეიტინგს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის, ანუ 60% არის ახლა საიტის დასრულებული, ასე ვთქვათ და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ეს სრულყოფილი გავხადოთ. როგორც გითხარით, ასევე არის ღონისძიებების ზევნის საშუალება, ტიპის მიხედვით, დროის მიხედვით, თვის, თარიღის, ყველაფრის მიხედვით, რაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. იგივე მომენტი არის შემოთავაზებების ზევნაზე და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ასევე გვაქვს ის დინამიური მენიუ, რომელზეც გესაუბრებოდით, ასეთი სახე აქვს მას. გვერდზე თქვენ ხედავთ კატეგორიებს. ყოველი კერძის გვერდით არის ღილაკი დამატება და მომხმარებელს შეუძლია თავისი მენიუ შეადგინოს. თუ ის სისტემაში შესული არის, მას შეუძლია ეს ტემპლეიტის სახით შეინახოს და ამაზე უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ. გარდა ამისა, ეს არის ვიზუალური მენიუ, სადაც მომხმარებელს შეუძლია კერძის მიხედვით მოძებნოს ის ადგილი, სადაც ეს კერძი შეუძლია დააგემოვნოს. ასევე არის განხორციელებული რესტორნის სამართავი პანელი, საიდანაც ის ამ ინფორმაციას ამატებს თავისით. ასე გამოიყურება ის, ანუ აქ არის ღონისძიებების დამატების და რედაქტირების საშუალება და ასე შემდეგ. ერთ რემარკას გავაკეთებ, ანუ ზოგადად რომ მაგრამ ვერმა პროექტი იცის, ვიცი რომ ავტორიაში ვერმა არა, მაგრამ ყველა რო ერთ ჩარტში იყოს, ხო? თქვენ რამდენიმე თვე მუშაობთ ამაზე, ანუ შეეცადეთ მასე მოგვიყვეთ აი ამ ვიკენდში რა დაემატა და თქვათ რა ფუნქციონალი იყო, სხვანაირად unfair გამოდის და გასაგებია. დიახ, აუცილებლად ვისაუბრებ, ეს ცოტა მოგვიანებით. აი სკრინშოტებით რასაც გაჩვენებთ, ეს არის ის, რაც რეალურად ჩვენ აქამდე მზად გქონდა და აუცილებლად გადავა იქამდე, აი სადაც. ხო. აი აქ თქვენ ხედავთ ამ გვერდზე არის მენიუ, სიახლეები ასე შემდეგ, რაც არის და არის სტატისტიკა. ანუ სტატისტიკაში რა იგულისხმება? ნებისმიერ რესტორანს შეიძლება ნახოს, თქვათ, რამდენი მომხმარებელი შემოდის მის გვერდზე, რას ნახულობენ ყველაზე ხშირად და ეს ჩემი აზრით იქნება მათთვის ძალიან კარგი იმისთვის, რომ თავიანთი სერვისი გააუმჯობესონ. აი რაღაც ესეთი დამატებითი ინფორმაცია იქნება მათთვის. ხო, რაც შეეხება, ეს არის ძირითადად ის ყველაზე ესეთი key feature-ები, რაც ამ ეტაპზე მზად გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს კონკურენტებს, ან რა თქმა უნდა არსებობს ისეთი ვებგვერდები, სადაც არის რაღაც ინფორმაცია რესტორნების შესახებ, მაგრამ ეს არის ვებგვერდები, სადაც ასევე არის მაღაზიების შესახებ ინფორმაცია და ასე შემდეგ. ჩვენი პროექტი არის განკუთვნილი მხოლოდ ერთ სფეროზე, როგორც აღნიშნე. და ჩვენ ვთქვით, რომ ეს გაცილებით უფრო კარგი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებული არის ამ სფეროთი, მიიღებს კონკრეტულად ძალიან ვრცელ და ხარისხიან ინფორმაციას ამ თემის შესახებ. ხო, შემდეგ ახლა ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში. ხო, ეს არის რა თქმა უნდა ენების მხარდაჭერა ტურისტებისთვის, რომ გავამარტივოთ ეს ყველაფერი.
იქნება რამოდენიმე ენაზე, ანუ რუსულზე, ინგლისურზე, გერმანულზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა შევქმნათ სრულფასოვანი სამომხმარებლო ბაზა, სადაც ჩვენ ვაწარმოებთ თუ აი როგორ მუშაობს თქვა, როგორ სარგებლობს ჩვენი საიტით მომხმარებელი თქვა, რა კრიტერიუმებით ეძებს რესტორანს, რომ ეს ყველაფერი დავიმახსოვრო და მეორეზე რო შემოვა ეს მომხმარებელი, უკვე მას ზებნა არ მოუწიოს და ეგრევე მისთვის საინტერესო ინფორმაცია რო გამოჩნდეს რა საიტზე. ხო, შემდეგ ბალანსის გაჩენა იქნება შესაძლებელი ასევე იმანი connected და ალტერნატივა page იქნება, ანუ ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს შეიძლება რაღაცის შეძენა, ანუ ძალიან ესეთი მოსახერხებელი იქნება ჩემი აზრით და ესეთი ბალანსი რო ექნება მას ის შეძლებს ონლაინ შეკვეთის გაკეთება ზუსტად აი იმ მენიუს გამოყენებით, რომელიც მე გაჩვენეთ და ასე გამოიყურება ის. როგორც ხედავთ, ქვემოთ არის სამი ღილაკი, ეს არის შენახვა, შეკვეთა და PDF-ად PDF-ის შექმნა, ხო ასე თქვა. PDF-ის შექმნა იმისთვის არის საჭირო, რომ ზოგი მომხმარებელი თქვათ, აი რაც შეადგინა მენიუ, ამას ამობეჭდავს, რა თუ მისთვის ასე კომფორტული არის, რა თქმა უნდა, შევთავაზეთ ესეთ სერვისი. შენახვა ნიშნავს იმას, რომ თუ ავტორიზებული არის ის ამას ტემპლეიტის სახით შეენახავ და მოგვიანებით შეუკვეთავს, თქვათ, რომელიმე რესტორანში და ასევე შეკვეთა პირდაპირ ის გადაიხდის იმ თანხას, რომელიც საჭირო არის, იქ რაც მითითებული არის. ნეველი მოდელი შეში რა შედეგია რა კაპექსია დიახ, ხო აი კიდე ბრონირება შეიძლება ადგილას, ეს არის უცხოური საიტი და მსგავს ვაკეთებთ, ეს უცებ ვიტყვი. შემდეგ თუ შეიძლება აი სანამ იქამდე მივალ, აი დავამატებ VIP მომხმარებლები. მაგალითად, თუ არის რაღაც იუზერი დარეგისტრირებული და რესტორანი თulis მას VIP კლიენტად, ანუ ის დაამატებს admin პანელიდან თავის VIP კლიენტებში და შემდეგ, რადგან ჩვენ გვაქვს ონლაინ შეკვეთის საშუალება, საიტზე რესტორანს შეიძლება რაღაც ფასდაკლების მინიჭება, რომ თქვათ, ონლაინ შეკვეთას რო გააკეთებს, 10% ან 20% გამოიქვითება ამ მომხმარებელს. ჩემი აზრით ეს მომხმარებელსა და რესტორნის ადმინისტრაციის შორის ურთიერთობისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება. და review follow ეს რა თქმა უნდა გათვალისწინებული არის ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაპირებთ რომ ინტეგრაცია გავაკეთოთ სხვა საიტებიდან, მაგალითად Pinpoint-დან და ასე შემდეგ. ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოძებნის nearby ობიექტებს და ფილტრების მეშვეობით, მაგალითად nearby ობიექტები, სადაც არის ტირამისუ, სადაც იყიდება და 300 მეტრის რადიუსში მომძებნის იმ რესტორნებს, სადაც არის ტირამისუ და ასე შემდეგ. Revenue model, ანუ ჩვენი შემოსავლის წყაროები, ეს არის რა თქმა უნდა ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც რესტორანი გადაიხდის ამ ინფორმაციის განთავსებისთვის. 30 ფარს გეგმავთ, რომ გავაკეთოთ. Online შეკვეთის fee, მაგალითად, რაც იქნება VIP განცხადებები, ანუ იქნება პუნქტი საიტი გირჩევთ, სადაც მოხდება ის რესტორნები, რომლებიც ამ 30 ფარს რაღაცას დაამატებენ ზემოდან, ასევე target ad, ანუ როგორც ვახსენე, მომხმარებელი რასაც ხშირად ეძებს, იმ ინფორმაციაში გამოჩნდება იმ რესტორნების ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რომლებიც ასევე ზემოდან რაღაცას დაამატებენ. და top in search იგივე არის, ანუ თავარ გვერდზე როგორც თქვენ ნახეთ, აი ეს სრული რესტორნის ჩამონათვალი, იქაც ყველაზე მაღლა იქნებიან ისინი, ვინც რაღაცას გადაიხდიან. ხარჯები, ანუ ხო, 6 თვის განმავლობაში რა შედეგი გვექნება? დიახ, ანუ ჩვენ ვაპირებთ დავითვალეთ ELG-ის მონაცემებით, რომ თბილისში არის დაახლოებით 315 კვების ობიექტი, ანუ ის რესურსი, რაც მე მქონდა, იმის მიხედვით 715 კვების ობიექტი არის თბილისში. ჩვენ გვეგმავთ, რომ 6 თვის შემდეგ ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 200-მდე კვების ობიექტი, უიბოდში, ხო. ხო. და შემოსავალია აი მარტო რომ ჩავთვალოთ ის ფიქსირებული გადასახადი შესაბამისად გამრავლდება 30-ზე, თქვა 200 რესტორანი თუ იქნეს იქნება 6000 ლარი. ანუ 5-6 თვის შემდეგ საიტს უკვე შეიძლება დამოუკიდებლად იარსებოს და თავისი ხარჯები, ასე ვთქვათ, დაფაროს თავიდან ბოლომდე, ხო? და delivery-ს რაც შეეხება, ხო? აი ეს არის ჩვენი მოთხოვნები, თქვა, ბიუჯეტი. როგორც დეველოპერებს ჩვენ არ გვჭირდება არც დამატებითი დეველოპერი, არც ხელფასი. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის ასე ვთქვათ 5000 ლარი, რომელიც ხელფასის სახით 800 ლარი დაინიშნება sales management groups, ვთქვათ 2 ადამიანი, რომელიც ივლის რესტორნებში, სანამ ჩვენ ვამთავრებთ ამ პროექტს, ასევე რეკლამისთვის Facebook-ზე და ტრანსპორტი გვჭირდება delivery service-ისთვის, მაგრამ თუ მოხდება თანამშრომლობა SmartX Group-თან, ჩვენ ანუ ეს ტრანსპორტზე არ დაგვეხარჯება ფული და უბრალოდ აი საწვავზე დახარჯული ფული რაც იქნება, მაგას ავიღებთ ჩვენ თავზე, ხო?
და ანუ როგორც აღნიშნე, თუ ჩვენ 6 თვის განმავლობაში 200 რესტორანი დავამატეთ, ეს 5000 ლარი, ანუ ასე ვთქვათ, დავაბრუნებთ ამ ჩარდებულ თანხას, ჩვენ დავაბრუნებთ აი ამ პერიოდის განმავლობაში. 1 წლის განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან კარგად გვექნება ფეხი მოდგმული თბილისში და უკვე შევეცდებით, რომ რეგიონებში გავიდეთ, ბათუმში, ქუთაისში და ასე შემდეგ. წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში ჩვენ უკვე გვექნება ერთი სრული ბაზა რესტორნების შესახებ საქართველოში და შესაბამისად შემოსავალიც ძალიან ესეთი შთამბეჭდავი იქნება. ხო, რაც შეეხება იმას და ხშირად ისმის კითხვა თუ რატო არ ჩვენ ღირსი დაფინანსების, ხო? ანუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი პროექტი უკვე არის რაღაც დონეზე განხორციელებული. ეს ისეთი თემა არის, რომ long ხო, 5000 ლარი, რომელიც დაიხარჯება აი მენეჯმენტს და აი ის ვინც რესტორნებში ივლის, ასე ვთქვათ და Facebook რეკლამისთვის. ხო, სად ვიყავ? ხო და დიდი ბოდიში გამომჩა, ანუ ჩვენ კიდევ მომავალში გეგმავთ ასეთ სერვისს, მაგალითად რაღაც კონტრაქტი იქნება რაღაც კომპანიებთან ერთთვიანი მაგალითად და აი ჩვენი სერვისი, ჩვენი საიტი შესთავაზებს მაგალითად კომპანიას, რომ ყოველ დღე თუ ისინი აირჩევენ მენიუს ჩვენ საიტზე, ჩვენ ყოველ დღე რომელიმე რესტორნიდან ამ კომპანიას მივდანთ რაღაც საკვებს, ანუ რა მენიუსაც ისინი აირჩევენ, იმის ფარგლებში ესეც რა თქმა უნდა დამატებითი შემოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ცოტა სამომავლო გეგმა და უბრალოდ ჩავთვლი, რომ შეიძლება რომ მეთქვა. ხო, და ასე შემდეგ ეს რაღაცის თქმა მინდოდა კიდევ, ანუ რადგან ეს long term-ი არის, ხო? ანუ ეს თემა არასდროს გამოელევა, ეს კიდევ უფრო ასეთ უფრო მოხიბლავს ხდის ჩვენს იდეას, აი ფულის შოვნის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს თემა არასდროს არ მოიწურება რესტორნები, ხო? და ამიტომ ხო, კვება ზოგადად არ მოიწურება არასდროს, ხო? დიდი მადლობა, ამით მე დავასწრებ მიკროფონს. გართულებულად მეჩვენება მე რესტორანის შეგვეთა ძალიან მარტივი ტასკი არის რა და ამან რაღაცა გაამართლებს ეს და ეს რაღაც მენიუები, რაღაც ისინი თითქოს და უფრო აქტიურად ცხოვრება ესეთი შეხედვით. საკმაოდ ბევრი იყო დელივერი რაღაცები ძალიან ბევრი ოფლაინ აქტივიტის და ოპერაციებს გულისხმობს, რომლებიც საკმაოდ რთული არის რა და რაღაცებს ვებსაიტზე გამატება იმის რომ შეიძლება შეგვეთა მარტივი არის, მაგრამ მისი განხორციელება დროშებიდან და ეს არის სისტემური რაღაცა. არის ალბათ თუ ამას ამადეს, ამაზე და ისაუბრო და რა ხდება ეს ბევრი მაგალითი გაკეთდა და ასე შემდეგ. ესენი აკლია. ონლაინ დელივერი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ხო, ანუ მე სამეცნიერო დაავადებებს ვინ რაღაც საუბარი იყო რომ აი ეს რესტორნები რომლებიც გადაიხიან მოხდებიან უფრო მაღალ რეჟიმში, ეს ყველაფერი კასტომერის მხრიდან ჩამოყოლობთ და იქნება რომ ცუდი არის. ამ შეთავაზებულ იმას ის ფულს რეკლამაში და არა ის რომელიც არის კარგი. გასაგებია. აგებული არის. დიდი მადლობა მე დავასრულე ამ. მადლობა. ჩვენ მეგონი 4 დავია.